არც ერთმშობელს არ ქონია ერთმანეთთან გასაუბრების სურვილი, იმიტომ რომ ისედაც ცხადი იყო ყველაფერი და რაღაცზე უნდა ისაუბროთ. ანუ აი ამ შემთხვევაში საუბარი რაზე უნდა წარმართულიყო. ჩემი აზრით, თუ ეს საუბარი წარიმართებოდა საკმაოდ მძიმედ და რაღაც ისე არასასიამოვნოდ რა და ამიტომაც ამ შემთხვევაში ორივე თავს არიდებს ერთმანეთთან საუბარს, იმიტომ რომ მე მგონი აღარც არაფერი არ არის სასაუბრო. იმიტომ რომ ალბათ თავის დროზე უნდა გქონოდათ ეს ხსებობა, მაგრამ რადგან თავის დროზე არ მოხდა, ამიტომაც ეხლა რაღაცი აქვს. ძალიან ცნობილი კითხვებია კი, ვეხუტები, რა თქმა უნდა. გადასარევად ჩემი ძმა იცნობს ჩემ დას, ჩემ უფროსმას არ იცნობს, იმიტომ რომ საფრანგეთში ცხოვრობს ეს პირადად არ იცნობს, თუმცა გადასარევა ძალიან მშვიდად, კარგად ყველაფერი მიიღეთ. არა, მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს რამდენიმე წლის მერე. და მაშინ ჰქონდათ საუბარი. თუმცა საუბარი არ იყო იმას დაკავშირებით, რომ მე ვარსებობდი. ანუ რამდენიმე წლის მერე, როგორც გამჩენისგან ვიცი, ისინი შეხვდნენ ერთმანეთს და მან უთხრა, რომ მე ვიყავიო შენგან ორსულადო, თუმცა მუცელი მომიშალა. აი ეს საუბარი შედგა. როგორც ამას ამბობს გამჩენი. ოღონდ ეს ძალიან ბევრი წლის მერე მოხდა. სულ ეს ინფორმაცია იყო, რაც იცოდა მამამ. ნახეთ, მიღება არ ნიშნავს პატიებას და პატიება არ ნიშნავს მიღებას. შეიძლება რაღაც აპატიო ადამიანს, მაგრამ არ მიიღო, შეიძლება მიიღო და არ აპატიო. ჩემ შემთხვევაში არის ესეთი, მე საპატიებელი არაფერი არ მაქვს, არავის შემდგა საპატიებელი არაფერი არ აქვს, იმიტომ რომ პირიქით კარგი მოხდა, ყველაფერი რაც მოხდა ჩემთვის, თუმცა მე მიღება ალბათ ძალიან გამიჭირდება, იმიტომ რომ მე ვაპატიე ყველას ყველაფერი, მაგრამ მიღებით ყველას ვერ მივიღებ. მამის ბიძა, მამა ჩემის ბიძა იყო აგათხოვა. ეს ეპიზოდი ბოლომდე, ეს ვიდეო ბოლომდე არ მქონდა ჩასმული, იმიტომ რომ მან ცოტა ისეთ გაურკვეველი ამბავია. ეჭვი აქვს კი, მაგრამ დარწმუნებით არ ვიცით, იმიტომ რომ ამას დაკავშირებით საუბარი არ ქონია იმ ქალბატონთან, თუმცა ეჭვი ალბათ ნახევარ საქართველოს მამაკაცებს აქვთ, იმიტომ რომ იმდენი ბავშვი ეძებს რუსეთთან მამას, რომ არ ვიცი, მაგრამ როგორ უნდა მოვიზებნოთ არ ვიცი, იმიტომ რომ არ დადასტურებული ინფორმაცია არ არის, მოკლედ ეს უბრალოდ ეჭვის დონეზეა. დეიდაშვილებთან კი, სხვა ნაცნობთან არა. ანუ არც ბიძებს, არც ბიძების მეუღლეებს, არც ბიძაშვილებს ჩემთან ურთიერთობის სურვილი არ აქვთ. მესმის მათი, ვერ გეტყვი რომ არ მესმის და არც ვბრასდები, მართლა ვბრასდები, იმიტომ რომ მათთვისაც ძალიან დიდი შოკი იყო, როდესაც ჩემ შესახებ გაიგეს, მართლა ძალიან დიდი შოკი იყო და კაიხანი ვერ გამოდიოდნენ მდგომარეობიდან და მათი დამოკიდებულება მესმის ის, რომ ამდენი წლის განმავლობაში შემზე არ იცოდნენ და უცებ ესე თავზე დავეცი, არ არის ესეთი მარტივი. თუმცა არის რაღაცები, რაც ძალიან მეწყინა. ის რომ მამიდის პოზიცია დაიჭირო და მამიდის მხარე დაიჭირო, რა თქმა უნდა, ლოგიკურია და რა თქმა უნდა, გასაგებია ის რომ შენი ოჯახის წევრი მაქსიმალურად დაიცვა. თუმცა ვისგან იყო ეს დაცვა, შემცოდა გაუგებარია, ანუ ჩემგან. მამიდას იცავ მამიდაშვილისგან. ხო და, იგი იყო რაღაცები ნათქვამი, რაც ძალიან საწყენი იყო ჩემთვის. იმიტომ რომ, მაგალითად ესეთი რაღაც მითხრეს, რომ მამის მხარესო, რა თქმა უნდა, უხარიაო, გაზრდილი შვილის გამოჩენა. აბა ჩვენ გვითხე, როგორ გვიხარია უკანონო ბავშვის გამოჩენა. ანუ შემზეა საუბარი, მე ვარ უკანონო. ხო და მე უკანონო ბავშვი რას ნიშნავს? აი, უკანონო
ბავშვი რა მცნება საერთოდ აი რა არის უკანონო ჩემზე კანონიერი ვინ არის ანუ აი რითი არის ვიღაცა ჩემზე უფრო მეტად კანონიერი აი ეს ცოტა არ მესმის და კიდე ერთი ხალი წერდა გუში კომენტარებში დაუბლოკე ის ხალი გადაცემის კორზე წერდა რომ ესეთ ბავშვებს ვადრეუნა ბიჭვარებს ეძახთნენო და ეხლა სამაყო ამ თემას საუბარიო ხოდა მოკლედ იყო იქ ისეთ რაღაცები ნათქვამი რაც მეწყინა ძალიან და ამიტომაც ბიძაშვილებთან აღარ კონტაქტობ რა თქმა უნდა ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს არა მარტო მამასთან არამედ ბიძებთან ბიძაშვილებთან დასთან ძმასთან რძალთან და ყველა ნათესავთან აბსოლუტურად ყველა ნათესავთან მინდა რომ მოვიკითხო ჩემი რძალი ნაირა რომელიც ძალიან მიყვარს ძალიან ყურადღებიანი გოგოა და ეგეურება მთელი ცხოვრება ჩემი რძალი იყო აი უცებ აი ეს ხო გამოჩა ჩემ ცხოვრებაში მე გავხსნა მაგაც ცხოვრებაში და რაღაცნაირად ესე მიმიღო რა ანუ მე მგონი თქვა ეხა მული არ ვარ ანუ ეს მულური დამოკიდებულება არ მაქვს ნახეთ არ ვფიქრობ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ ანუ არ ვფიქრობ ნახა თუ არა არ ვფიქრობ რა ანუ არ ვფიქრობ რა იმიტომ რომ იმდენად რაღაცნაირად ჩავკეტე ეს მხარე იმდენად რაღაცნაირად ჩავკეტე რომ საერთოდ არ ვფიქრობ ფილმი ნახა თუ არა არ ვფიქრობ პოდკასტი ნახა თუ არა ანუ არ საერთოდ 8 წელი რაც ვიფიქრე აი ერთ წამში აი ესე დავბლოკე ეს ყველაფერი და არ ვინტერესდება თუმცა საწყენი იყო მისი ნაცვლების დამოკიდებულება ჩემს მიმართ რა აი ანუ რომ არ უნდათ ჩემთან ურთიერთობა ეს იყო საწყენი რა თქმა უნდა ეს ამბავი მეწყინა კი სიმართლე გითხრათ მაგრამ ну რა ვქნა ხარ უნდა უნდათ რა გავაკეთო ძალით მე რა ვერ დავაძალებ რომ იბიძე ჩემი ხარ და მე კონტაქტები ვერ დავაძალებ ვერავის არ უნდათ არ გინდათ რაც არ გინდათ ხوارდმა არ მოგცით აი ეს არის ძალიან მაგარი კითხვა ყველა შვილებული ბავშვი ხო გრძნობს თავს სხვაგან აი როგორც არ უნდა იზრდებოდეს აი რა ბუნებაში არ უნდა იზრდებოდეს რა სიყვარულს არ უნდა იზრდებოდეს აი რა სიტუაციას არ უნდა იყოს მის ირგვლივ მაინც ვერ გრძნობს თავს იქ სადაც უნდა გრძნობდეს აი რაღაცა ისეა მაგრამ ვერც იქ ვერ გრძნობს თავს მე რო პოულობს ვერც იქ ვერ გრძნობს თავს რომ იქ უნდა იყოს ანუ აი არც იქ არა მიმიღეს არც აქ არა მიმიღეს ქუჩის აი რაღაცა ისე ვარ რა აი კიდე რაღაცა სხვას ვეძებ აი კიდე რაღაცა სხვა ადგილია სადღაც უნდა ვიყო რა და მაგ ადგილს ჯერჯერობით ვერ პოულობ ალბათ მე თვითონ რო ავაშენებ დიდ სახლს ჩემთვის და იქ რო გადავალ ბავშვებიანად აი იქ ვიგზავ თავს სახლში აი ყველაზე მეტად ჭკუიდან მშლის ესეთი მესეჯები აი არ მინდა ეხა მესეჯის დასკრინვა და დადება მაგრამ აი ყველაზე მეტად ჭკუიდან გადავყავარ ესეთ მესეჯს რომ აი დედის ფოტოების ადვნახოთ თქვენ როგორ ფიქრობთ მე რომ დომოდა ამ ადამიანის იდენტიფიცირება რომ დომოდა მისი სახელის და გვარის საჯაროდ ხსენება რომ დომოდა რომ ხალხს გაეგო ვინ არის რომ დომოდა მისი სახის გამოჩენა არ გავაკეთებდი ამას ვინმე დამიშლი და ვინმე მეტყოდა რომ არ გააკეთო ვინმე არა მეტყოდა რომ არ გააკეთო მაგრამ ვინმე მეტყოდა რომ ვერ გააკეთებ ამასო ვინმე მეტყოდა რომ უფლება არ გაქვსო თუ აი ანუ თუ არ მაქვს უფლება რა თქმა უნდა მაქვს უფლება იმიტომ რომ ჩემი გამჩენია და მე მაქვს უფლება ამ ყველაფრის გაკეთების მაგრამ ისევ და ისევ იმიტომ რომ სხვას ვითვალისწინებ ამიტომ ამ ყველაფერს არ ვაკეთებ და რადგან არ ვაკეთებ იქნებ გაიგოთ რომ არ ვაკეთებ და არ არის საჭირო მსგავსი მესეჯების პირაჩი ფოტო ჩამიგდე რა ფოტო ჩამიგდე ანუ რა ფოტო ჩამიგდე ყველაზე მეტად ცხოვრებაში მე ზოგადად არ ვიხლები არაფრისგან არ ვიხლები არასდროს არც მუშაობით არც აი არაფრით მაგრამ ყველაზე მეტად დავიღალე სხვების გათვალისწინებით იმდენად დავიღალე სხვების გათვალისწინებით რომ მივხვდი რომ 2026 წელი იქნება ჩემ ცხოვრებაში ძალიან რადიკალური წელი იმიტომ რომ აი სულ ვიღაც ვითვალისწინებ რომ ვაიმე აი ეს გავითვალისწინე აი მოდი გამჩენი გავითვალისწინოთ აი მოდი ეს აი ანუ
ყველას ვითვალისწინებ. ჩემ ცხოვრებაში ყველას ვითვალისწინებ ყველაფერში. ანუ არ არსებობს ადამიანი, ვიღაცა უცხო ადამიანს ვითვალისწინებ, რომ იმას რაღაცა არ ეწყინოს და კაი ჯანდაბა შემეთავი. ან იმან ისე არ გაიგოს და ნუ კაი მოდი ამას არ ვიტყვი და რაღაც შენიშნოს არ მივცემ, ან რაღაცას არ გავაკეთებ, ან მოდი ოღონდ იმას არ ეწყინოს და მე ჩავყოფო ამ წყინას. ხო და ძალიან დავიხალე ამ ყველაფრით. და ეს წელი იქნება რადიკალურად განსხვავებული. აი, ძალიან განსხვავებული. წელს რაღაც ახალი თამუნა დაიბადება. იმიტომ რომ მივხვდი რომ რეალურად საქმეს რომ მიდგეს მე არავინ არ გამეთვალისწინებს არაფერში. არავინ არ მithვალისწინებს, არავინ არ ფიქრობს რომ თამუნას რომ არ წკინოს, არავინ არ ფიქრობს რომ თამუნას რომ არ ეტკინოს, არავინ არ ფიქრობს რომ მოდი თამუნას ამას არ ვეტყვი, იმიტომ რომ მას გული არ ეტკინოს. ანუ არავინ არ ფიქრობს რა. ხო და დადგა 41 წელს იმის დრო რომ მე ვიფიქრო რომ იცით რა არის აი მოდი მე არ მეწყინოს და გეწყინო თქვენ რა ესე უნდა ყოფილიყო აქამდე სამწუხაროდ არ იყო მაგრამ ახლა იქნება ერთი რაღაც მინდა რომ ავხსნა რა და მინდა რომ გასაგები იყოს ყველასთვის გაშვრებული ბავშვების ყოფა ნახეთ ვიღაცები წერენ რომ აი შენ იმიტომ მიგიღეს რომ შენ ხარ თამუნა მაგრამ ამ ადამიანებს ვერ გავაგებინე რომ ჩემს გარდა კიდევ ჩვენ ძალიან ბევრი რამ ჩემი ძიებით ძალიან ბევრი ნაცავი პოვეთ საკმაოდ ახლანცავი ისეთი როგორც წარმოდგენა არ ქონდა და ეხა მათ შესახებ არ ყვები თუმცა ყოველდღიურ ურთიერთობაში და ფოტოებში სურდებ მაგათთან ერთად ფოტოებს და ისინიც ისეთივე გამოჩენილები არიან როგორიც მე ანუ ახალ გამოჩენილი ასე ვთქვათ და მათთანაც უბრალოდ ანალოგიური ურთიერთობა აქვთ როგორც ჩემთან ანუ თქვენ ვერასდროს ვერ წარმოვიდგეთ რომ ისინიც ჩემსავით ესე ოჯახის ბიოლოგიური ოჯახის გარეთ გაიზარდნენ ამიტომაც სანამ რაღაცას აწევთ ხოლმე და ფიქრდეთ ესეთი ახლა მეორე რაც შეეხება დღევანდელ ურთიერთობას, ანუ რატომ გაქვს ურთიერთობა ერთ მხარესთან და რატომ არ გაქვს ურთიერთობა მეორე მხარესთან, რატომ არ გაქვს პრობლემა ამ მხარესთან და რატომ გაქვს პრობლემა იმ მხარესთან. მე პრობლემა არავისთან არ აქვს. მე, ანუ თქვენ ადამიანს ვერ ნახავთ, ვისთანაც მე პრობლემა გაქვს. ნუ ვიღაც გიჟებზე არ მაქვს ხა საუბარი და არაადეკვატურ ხალხს. პრობლემა მე არასდროს არავისთან არ მქონია. მაგრამ ნახეთ პრობლემა რამ წარმოქმნა პრობლემა იმამ კი არ წარმოქმნა რომ მე გამაჩინეს მე გამაშულეს მე გამყიდეს და ასე შემდეგ ეს არ არის პრობლემა პრობლემა არის ის რომ 40 წლის მერე მოხდა ერთი მხრის მიერ ჩემი ასე ვთქვათ მიღება და მეორე მხრის მიუღებლობა და რადგან ამ ხარეს აქვს ჩემი მიუღებლობა და ამ ხარეს არ აქვს ჩემი მიუღებლობა, ამიტომაც არ მოქვს მათთან ურთიერთობა. ანუ ლოგიკურია, ხო? რა ვიცი. არა? ერთი მხარე სრულად იაზრებს პასუხისმგებლობას, იაზრებს იმას, რაც მოხდა და გადადგა ნაბიჯი იმისკენ, რომ მე მქონდეს მათთან ურთიერთობა. მეორე მხარე ცდილობს იმ პირველ მხარეში დამნაშავის მოძიებას, მასე ყველაფრის გადაბრალებას და ჩემთან ურთიერთობის გაწყვეტას. ხო და მე არც დამნაშავეს ვეძებ, არც გამშულებელს, არც გამყიდველს, ანუ არ მაინტერესებს, აი ჩემ მიზანი არ არის დამნაშავი ძიება. დღეს უკვე ამდენი წელი არის გასული და გინდა ჩემთან ურთიერთობა, გინდათ, არ გინდათ, ნუ გინდათ. მაგრამ მინდა რომ ერთი იცოდეთ რომ მე არც ერთ მხარეს არ ვადანაშაულებ. უბრალოდ ვისაც უნდა ჩემთან ურთიერთობა, ჩემთან მეგობრობა, ჩემთან იცება. ჩემი კარი და ჩემი გული ყოველთვის გახსნილია მათთვის. ვისაც არ უნდა და არ უნდა. არ ვეძებ მე დამნაშავეებს, თქვენც ნუ ეძებთ. დედაც მეგრელია, მამაც მეგრელია, მამის დედმამაც მეგრელია, დედის დედმამაც მეგრელია, იმათი დედმამაც მეგრელები არიან, იმათი დედმამებიც, იმათი დედმამებიც. ანუ ყველა. ანუ ჩემნაირი მეგრელი უკვე მეორე არ დადის.